მოგესალმებით მეგობრებო, ჩვენი დღევანდელი გაშლის თემა იქნება რისი თქმა სურს ჩაფიქრებულ პიროვნებას და არ გვეუბნება. რისი თქმა სურს ჩაფიქრებულ პიროვნებას და არ გეუბნებათ. ჩაფიქრებულ პიროვნებას თქვენთვის იმის თქმა უნდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ამ წუთას არ აქტიურობს ურთიერთობაში, განზე არის გამდგარი, მისთვის ეს ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია, ძალიან განიცდის, რომ ეს მარტივი არ არის მისთვის. ძალიან უჭირს თქვენი დავიწყება. გონია, რომ თავისი საქციელით ყველაფერი გააფუჭა და შანსები არ არსებობს. მაგრამ შანსები არსებობს მეგობრებო, ნახეთ. ანუ ადამიანი არის მოწყენილი, გონია რომ ყველაფერი დამთავრდა, თასები არის წაქცეული და უკან არის ორი სავსე თასი. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ ეს ადამიანი განიცდის იმას, რაც თავისი აზრით მოხდა და არ იცის, რომ უკან თუ მოიხედავს, სავსე თასებია. ანუ შანსები არის ამ ურთიერთობაში. კიდე რისი თქმა სურს. ჩაფიქრებული პიროვნება ეხლა იცავს თავის საზღვრებს. ეხლა არის თითქოს თქვენგანაც თავდაცვაში არის. არ ვიცი, თქვენი მწარე სიტყვების ეშინია, რაღაცა ძალიან დააშავა და ამიტომ რაღაც თავდაცვის პოზიციაშია. ეხლა მის ცხოვრებაში თქვენ რო გამოჩნდეთ, შეიძლება პირიქით გააფუჭოთ ყველაფერი, მე ესეთი ინფორმაცია მომდის და ამიტომ ჯობია რომ ცოტა ხანი მისცეთ დრო, რომ დარჩეს საკუთარ თავთან. ჩაფიქრებულ პიროვნებას სურს თქმა, რომ ძალიან ძვირფასია მისთვის ეს ურთიერთობა. ძალიან ძვირფასი ხართ თქვენ. ხშირად ახსენდება ის წარსული, ერთად გატარებული დროები, ერთად გატარებული მომენტები, საუბრები. რომ მისთვის ხართ ძალიან ძვირფასი ქალი. იცის, რომ მის გარეშეც ადვილად გაართმევთ თავს ყველაფერს, მის გარეშეც მოიკრებთ ძალებს და წამოდგებით ფეხზე და იქნებით როგორც მატერიალურად, ისე მორალურად, სულიერად, კარგად და ასე გხედავთ, რომ მას უნდა თქმა, რომ მე ვიცი, რომ შენ ხარ ძლიერი ქალი, შენ შეგიძლია დამოუკიდებლად გაუმკლავდე ყველაფერს. რომ თქვენს მიმართ აქვს ნებები, ემოციები, ხშირად ახსენდება ერთად გატარებული დრო. ძალიან განიცდის, შესაძლოა ამ წუთას დაკავებული იყოს სამსახურით და მთლიანად გადართული იყოს თავის სამსახურეობრივ საქმიანობაზე. დიახ, დიდი ალბათობით სამსახურშია თავიდან ბოლომდე და ფულის მოპოვებაზე არის ორიენტირებული. შესაძლოა რაღაცა პოზიციაც უჭირავს, მაღლა იდგეს სხვა თანამშრომლებთან შედარებით. რომ მისთვის ხართ ძალიან მგრძნობიარე ქალი, ძალიან ემოციური, თბილი, ენატრება ის სითბო. გრძნობები აქვს. ენატრება ერთად გატარებული ის ბედნიერი წუთები. გრძნობები აქვს თქვენს მიმართ, თბილი. მაგრამ რაღაცა მოხდა ისეთი, ის გამოც ძალიან დაჭრილია, ესე ვთქვათ, გულშია დაჭრილი, ნახეთ. რაღაცა მოხდა ისეთი, რამაც ძალიან ატკინა გული. ამ წუთას ეს ადამიანი არის თავის საზღვრების დაცვის პოზიციაში, გადართულია როგორც თქვი მთლიანად სამსახურში. ეს ისეთი ადამიანი არის, რომელიც ზედმეტად, ანუ სიტყვებით ქალთან მიმართებაში არ დაიხარჯება.
დიდი გამოცდილების მქონე ადამიანი არის, საკუთარი თავის ფასი იცის, შეიძლება ძალიანაც უყვარდეს ადამიანი, მაგრამ ესე მარტივად არ გამოწყდეს გრძნობებში და ძალიან უჭირდეს თავის გრძნობებზე ზოგადად საუბარი. შესაძლოა უფრო ქმედებებზე იყოს ორიენტირებული ეს ადამიანი. თუ გააკეთებს, გრძნობით გააკეთებს და ბევრ სიტყვებს არ დახარჯავს, ესე ვთქვათ. მანიპულატორი ადამიანიც არის, გრძნობებით თამაში კარგად ეხერხება, იცის რომ ეს ყველაფერი ძალიან კარგად გამოსდის, დახელოვნებულია მანიპულაციებში, ესე ვთქვათ. ერთ არკანსაც დავამატებ. ძალიან უნდა თქვენთან მოსვლა. ძალიან უნდა თქვენთან მოსვლა, ჩახუტება, გამარჯვება, ტრიუმფი, თქვენთან ერთად ზეიმი. თუ ესე ძალიან მოსწონ ხართ ენატრებით, ეხლა მე მაინტერესებს უკვე, რატო არ გამოდის კონტაქტზე მაშინ. გამოვა კონტაქტზე, ოღონდ დრო სჭირდება, რაღაცა ისეთი მოხდა, რაც აიძულებს რომ იყოს თავდაცვის პოზიციაში. ანუ თქვენი რეაქციების ეშინია, თქვენი მწარე ენის ეშინია, გონია რაღაცას მიახლით, ეტყვით და დროებით განზე გადგა. აი როგორც გითხარით, ძალიან ეშინია დამიდასტურა კიდეც ტარომ, რომ რაღაცა შეიძლება ისეთი უთხრათ, რაც მის პიროვნებას ეგოს ცუდად შეეხება და როგორც იმპერატორ მამაკაც ეს არ მოუწონება. ეს ურთიერთობა გაივლის დიდ ტრანსფორმაციას. შესაძლოა უკვე მოხდა რაღაცა დიდი ნგრევა, დიდი ჩხუბი თქვენ შორის. და შემდეგ სამართლიანობა იზეიმებს. ყველაფერი ისე მოხდება, როგორც სამართლიანობა მოითხოვს. ეს ადამიანი მოვა თქვენთან, მაგრამ ამას გარკვეული დრო დასჭირდება. სამყარო დააბრუნებს, მოვა თქვენთან, მაგრამ დიდი ალბათობით შესაძლოა ისევ წრეზე დატრიალდეს ყველაფერი. უბრალოდ თქვენ უნდა დაფიქრდეთ, გიღირთ ესეთი ურთიერთობა?